ნათქვამია იმას ჩასაძირად გამზადებულ გემს პირველი ვირთხები ტოვებენო და პირველი ვირთხაც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ჩვენი გუბოს სანიკიძე. ძალიან კარგად იცის, რომ გამზადებულია უკვე და როგორც რუსები იტყვია, სტანოგზე არიან შეყენებული ესენი და ამათი დღეები დათვლილი არის და მალე ესენი ყველა იქნებიან საპატიმროებში გადაყვანილები და ეხლა ეს ადამიანი იცის რა, რომ როცა რაღაცა პროცესებია და იქ უნდა გაძრეს, გაიპაროს, არ ვიცი, უამრავი მიტინგი დარბეულა თბილისში, ეს კაცი იყო ოპოზიციაში, ვინმეს გინახიათ გუბას სანიკიძე გალახული? სანამ მიტინგის დარბევა დაიწყებოდა, გაიძურწებოდა იქიდან. ეხლა იცის რა პროცესები იქნება ამ ქვეყანაში, იმ დღეს გუში გამოვიდა TV პირველზე და გააკეთა განცხადება, რომელიც ალბათ თქვენთვისაც პრინციპში არ არის თლათ მოულოდნელი. ეს ხათაშორის დღეს ამას იქეთ განცხადებას ვაკეთებ, მადლობა. როცა მე წარმადგენ პოლიტიკოსად აღარ გავანებე მე ამას საქმეს თავი. შვილი წავიდა პოლიტიკაში. არავითარ შემთხვევაში შვილი მას თავის ის აქვს რა. მე მიმაჩნია რომ ძველი პოლიტიკური კლასი უნდა გამოიცვალოს და ვიწყებ ჩემი თავი. ანუ მე მივდივარ პოლიტიკიდან. იცის რომ დასრულდნენ უკვე ნაცები. და ამ კაცს აქვს ეს ხათაშორის ვერ წაართმევ, აი ძაღლებს რო აქვს რაღაცა ნიუხია, ყნოსვის ორგანოები განვითარებული, იცის რომ არავითარი პერსპექტივა აღარ აქვს მათ და აქედან გამომდინარე კიდევაც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მივდივარ პოლიტიკაში და თალ მოუწოდა ეს პოლიტიკური სპექტრი უნდა შეიცვალოს. ამაში ვეთანხმები ისე, რომ უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკური სპექტრი, აღარ შეიძლება რომ იტრიალოს ერთ-ერთი ხალხმა და არ შეიძლება კიდე ამათმა შვილებმა იტრიალონ ეხლა. ეხლა ამის შვილი გამოჩნდა ამ სცენაზე, იქ ვიღაცის შვილი გამოჩნდა. ხო და რა ვიცი, მე ვერ გავიგე, ნარჩი არის მოგებული ეს ქვეყანა თქვენთვის თუ რა უბედურებაა. და აქედან გამომდინარე მე მოუწოდებ სხვებსაც, აგერ კაცმა გადადგა ნაბიჯი, მოგიწოდებ თქვენ უგულავას, მაჭავარიანს, მოუწოდებ ნათელაშვილს, მოუწოდებ, მაგრამ ნათელაშვილი სადაც გადაყენებულია უკვე. ხო და სხვებსაც კიდე ვინც ხართ ამ ოპოზიციურ სპექტრში, სამადაშვილს, ნიკამელიას, წადით შვილო, წადით რა, 15-ჯერო წააგებთ არჩევნებს, ხო უნდა მიხვდეთ რომ არ არის თქვენი ადგილი პოლიტიკაში რა. После драки кулаками не машутო, ნათქვამია ეხლა, როდესაც რაღაცა მოხდება, მე ამ ხელების ქნევას უკვე აზრი აღარ აქვს. თუ თავი გქონდათ გეკნიათ, ეგ ხელი როცა საჭირო იყო. სხვათა შორის ბევრს გონება გაექცნა უკვე. ეხლა ამან ბოლოს კითხვა სწორი, რომ უნდა წავიდესო ეს პოლიტიკური სპექტრი და ვეთანხმები. ასევე აი ეს ვანო ბახმუტელი რო არის, ცნობილი ტიკტოკერი იქ აიმაში, უკრაინაში. ტყვი არ გაუსვრია იმდენი, რამდენი ტიკტოკზე ვიდეო ჩაწერა უკრაინიდან და აგერ კაცი გამოვიდა და ნამდვილად ეხა კაცი ტერიც რო იყოს, თუ კარგ სიტყვისგან და იტყვის ნორმალურს, იმას მივესალმები. ეხა როგორ შეიძლება ეხა რახან ის არის მიუღებელი ჩვენთვის, ეხა სწორი თუ თქვა, იმაზეც ხო არ ვიტყვით, ნაცები ხო არა ვართ, რომ თქვათ, რომ არა, ეს არასწორი თქვაო. ამაში ნამდვილად ვეთანხმებით ამ კაცს. მოვწეროთ, რომ ომი გვინდა. უკრაინას ხალხს საკმარისი ადამიანების რესურსი, ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, რეზერვი ყავს ძალიან უმაგრესი და თვითონ გაუძლებენ. მოდით ერთ ჩვენ სამშობლოზე ვიფიქროთ, უკვე დრო არის. უკრაინისთვის საკმარისად დადეს ქართველებმა თავი. უკრაინისთვის ძალიან მაგარ ვაშკაცმა ბიჭებმა იომეს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ბატალიონში იყო სადიხმე, ძალიან საკმაოდ მაგრად იომეს. ყველას ვენაცვალე, ვისაც კი თითო ტყვია მაინც აქვს გასწრული უკრაინისთვის. მაგრამ ამ დროისთვის უკრაინას საკმაო რესურსი აქვს. ეხლა რომ ჩამოხვიდეთ ომში, არ ვხედავ 100, ვერ ვხედავ 100, როცა ძალიან უჭირდა, ის ქართველები ვინც ჩამოვიდნენ, ვენაცვალე, ძალიან მაგრები ხართ ყველანი. კიდევ ვიმეორებ, არ არის ჩემთვის ის შიში რომ დამჭრიან და კიდევ ვიმეორებ, მეთქინება რა. ონკლავე, კიდევ ვიმეორებ, ჩემ ფეხებს გავიღე, მაგრამ კაცმა თქვა, რომ აღარ ჩამოხვიდეთ აქაო. აქედან ეს ომი მინდა და რაღაცა ესენიო აღარ შეიძლება. აი ვეთანხმები ამაში, იმიტომ რომ სწორია ეს პოზიცია და სავსებით მისაღები არის
პრინციპში, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ ქართველებმა, ამას მარტო დაუნახავი უკრაინელები ვერ გაიზიარებენ და ვერ მიხვდებიან ამ ყველაფერს. ესენი ხო ღორები არიან, მე ვამბობ ხელისუფლებაზე და არა ხალხზე. მათთვის რაც არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, მაინც ისინი ვერაფერს ვერ დაინახებენ. და ცოტა ჭკუაზე მოდიან ესენი, იმიტომ რომ შიში შეიქმს სიყვარულსაო, ნათქვამია, შიშ დიდი თვალები აქვს, ბაბაია. შიში გაქვთ უკვე თქვენ ტანში და აი ამ ეს შიში გალაპარაკებთ თქვენ, რომ პოლიტიკიდან მიდიხართ, რომ აღარ უნდა ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ იცით თქვენ რა აღსასრულის დღე დგება თქვენი. მოღალატეებს როგორი დღე უდგებათ საბოლოოდ. და ეხლა გამოვიდა კიდე აი მისევამ გუბასანი კიდეს ვინა დაუბრუნდე აი ეს ხალხი ვისაც აღმერთებდნენ ეხლა კრიტიკის ქარცეცხლში არის გატარებული ის ხალხი. ის ევროპული პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს აყავს ევროკავშირს, ეს ის პოლიტიკური ელიტა, რომელმაც თავის დროზე დაუთმო რუსებს ყველა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაინი, რომელიც იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მის პირობებში 16 ბრიგადიდან ჩამოიყვანეს 4 ბრიგადა. ხო, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალიან მკაფიო განცხადება ჰქონდა და თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ყველაფერი იცვლება და იცვლება სასიკეთოდ და სასარგებლოდ, იმიტომ რომ რეალობა გახდა, რამხელა საფრთხეა რუსეთი და პუტინი. ყველა პრობლემა სტალინი ამბობდა, ყველა პრობლემას აქვს თავისი სახელი და გვარი. ეს რაც ჭირს დღეს უკრაინასაც, ჩვენც და მსოფლიოს საერთოდ არის იმ პოლიტიკოსების ბრალი, რომლებმაც ეს შეცდომები დიახ, ხედავთ ფონ დერ ლაიენი ამათვის იყო ხატი იყო, ლოცულობდნენ და იმასაც ამბობდნენ მირონის დისო ამას, ფონ დერ ლაიენის სურათსო და ლოცულობდნენ ყოველდღე ესენი და დღეს აგერ აგინებენ და ლაძღავენ ოღონდ კულტურულად. აი ეს იცის მეგობრებო, იმან რომ რო ხვდებიან დახსასრულის დღე არის მათთვის და მსოფლიოში სხვა პროცესები მიდის, უკვე გონზე მოდიან. შალიკო ნათელაშვილიც, რომელიც ჩვენ თავისი რაღაცა კომედიური ჟანრის გამოთქმებითა და განცხადებებით გვახსენებდა თავს, ისე დღეში ჩავარდა, რომ მე საერთოდ შვილებზე არ მიყვარს საერთოდ არაფერი ცუდის თქმა და არც არასდროს არ ვიტყვი არავის შვილზე ცუდს, მეგობრებო, ეს არ შეიძლება, მაგრამ ბიჭო, ვიღაცას რო რაღაცას მოუწოდებ, ჯერ შენ საკუთარ ოჯახის წევრებს მოუწოდე, ის ჯობია, იმიტომ რომ რასაც შენ იძახი, ამას შენი პოლიტიკოსი ოჯახის წევრები არ აკეთებენ. დაანებეთ თავი ტრამპის კრიტიკას. წინამძღოლ შემთხვევაში ეს ყველაფერი გროვდება ივანიშვილის და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაეცემა თეთრ სახლს ამერიკის სპეციალურ სამსახურებს და ნუ შეუქმნით ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს შტაბ-ბიჭდილებას, რომ აქ მისი საწინააღმდეგო რაღაცა სივრცე და ბაზა იქმნება და ანტიტრამპისტული ქვეყანა ვართ. ამან შეიძლება აი ივანიშვილის დასანქცირების საკითხი გადაწყვიტოს სხვანაირად, რომელიც წყიბზე ყავს მიყვანილი. ამიტომ დავანებოთ თავი ახლა სოფლოსათვის ჭკუის სწავლებას, ცხვირის შეყოფას იქ სადაც არ გვეკითხებიან და რაც გვახასიათებს, მოდი ვაღიაროთ და რის გამოც არაერთხელ წამიტურეთ კისერი და მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს. აი ამას აკეთებს და მისი შვილი ამბობს, რომ ტრამპი არის პუტინის მონა და რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ეხლა ვერ გავიგე, ჯერ საკუთარ სახში ჩამოყალიბდით. თუ სხვას მოუწოდებ, მოდი შენ შვილს მოუწოდე ჯერ და მე გადადი რაღაცეების სხვებისკენ ჭკუის დარიგებაზე. მე მგონი აი ესე ჯობია ბატონო შალვა. ჭკვიანი კაცი პრინციპში იყავით რაღაც ეტაპზე, მაგრამ მე გასულელდი თქვენ, იმიტომ რომ ფულმა გაგასულელად და ამიტომ თლათ ნუ იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ ქუჩაში ქვების როლა დაიწყოთ. აი ამას გირჩევთ მე თქვენ რა. რაღაცა მაინც ცოტა მაინც შეინარჩუნეთ სახე. ცოტა მაინც შეინარჩუნეთ სახე. ეხლა ტრამპის განცხადებები კიდე წინგელით აგერ ეხა დღეს დილის 6 საათზე კიდე გაკეთდება განცხადებები, სათქვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. და 9 მაისს ტრამპი პუტინთან ერთად დრო იდგება იქა მავზოლეუმთან და შეიძლება სტალინის
საფლავიც ყვავილებით შეამკოს, შეიძლება აქ ვიღაცებმა იშემიური ინსულტი და ინფარქტიც კი მიიღონ, მე ისე ვატყობ აქ. აი ეს პროცესებიც მიდის.